მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერდით ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობთ, მე ვარ კატო. რითი თქმა სურს წინაპრებს იყო ესეთი თხოვნა, რომ გამეკეთებინა გაშლა. ნახოთ, რითი თქმა სურს წინაპრებს. რა თქმა უნდა, ჯერ სიგნიფიკაცია ვნახოთ თქვენ ცხოვრება, ცოტაოდენი მაინც რომ მიხვდეთ თქვენია თუ არა გაშლა და შემდეგ უკვე ვნახოთ რითი თქმა სურს თქვენს წინაპრებს. მე ხარ თქვენ. ვიტყოდი რომ ეხლა საკმაოდ ისეთი ცოტა რთულ სიტუაციაში ხართ, რთულ მდგომარეობაში ხართ, სადაც გჭირდებათ გამოღვიძება. დღევანდელი დღის გადასახედით საკმაოდ ისეთი პერიოდია, როდესაც შეიძლება ბევრს ფიქრობთ იმასთან მიმართებაში, რომ აი, ნახეთ, როდესაც რაღაცეები ლაგდება, სიტუაცია რთულ პერიოდს გავდივართ, მე თვითონ რაღაც ყველაფერი ლაგდება და ისევ უბრუნდებით რთულ პერიოდს, ძალიან ხშირად არის, როდესაც ვკითხულობთ, რომ თუ არის რაღაც ისეთი კარმა, წინაპრების კარმა, რომელსაც სჭირდება დამუშავება და რით ვერ გამოვდივარ, ხო, ვისას ვიმკიამდეს, ხო, ვთქვათ, მე ვცდილობ, ვცხოვრობ, გავაკეთო ყველაფერი სწორად, მაგრამ რაღაცა საბოლოო ჯამში მაინც არ მოდის ჩემამდე. აი, ეხლა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად ეს პერიოდი გიდგათ თქვენ. ვინ ხართ თქვენ? საკმაოდ ესეთი წარმატებული ადამიანი ხართ, ვერ ვიტყვი, ნახეთ, შეიძლება ეს პერიოდი გიდგათ, მაგრამ ისე ზოგადად როგორც ადამიანი და როგორც პიროვნება საკმაოდ ძლიერი ხართ. მატერიალურადაც შეგიძლიათ ყველაფრის დალაგება. ვერ ვიტყვი იმას, რომ თვითშეფასება დაბალი გაქვთ, ხო, ანუ ადამიანმა მაქსიმალური ჩადო თავის განვითარებაში შეიძლება ითქვას. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული საკუთარი თავის განვითარებაში, შეიძლება ესე ვთქვათ, ხო, იქ ცოდნასთან მიმართებაში, იქ რაღაცა საკუთარ თავთან შინაგან ხმასთან ბევრი საუბარი. ერთის მხრივ ესე ვიტყოდი, რომ აქ ადამიანს აქვს რაღაცნაირად გამოცდილება, ვიტყვენ მაღალი, ძალიან დიდი გამოცდილება, ხო, აი, ნელა-ნელა, საფეხურ და უკვე მაღალ საფეხურზეც კი ხართ ასული აი ამ თქვენი გამოცდილებებით და განვითარებით. ადამიანი, რომელსაც არ უჭირს მოძრაობა, არ უჭირს ცვლილებების გაკეთება, არ უჭირს აღიარება თავისი პასუხისმგებლობების, არ უჭირს აღიარება თავისი შეცდომების, შეიძლება ესეც ითქვას, საკმაოდ ისეთი კურსის შეცვლის, ხო, თუ როდესაც ხედავს, რომ რაღაცა მასშია პრობლემა, ადამიანი ყოველთვის ახერხებს იმას, რომ შეცვალოს, არ ცდილობს იმას, რომ მაინდა-მაინც ბოლომდე, ნახეთ, ბოლომდე შეიძლება მიიყვანოთ საქმე, მაგრამ თუ ხედავთ, რომ სიტუაცია სჭირდება შეცვლა, იმას შეცვლით, თუმცა თქვენ საქმეს აუცილებლად მიიყვანთ ბოლომდე. მე ხარ თქვენ. მე ესე ვიტყოდი, რომ ეხლა ამ ეტაპზე საკმაოდ ისეთი ცივი ადამიანი, რომელსაც, სწორად გამიგეთ, რასაც გულისხმობ, რომელიც ემოციებს აღარ ეყრდნობა, ხო? ეს რა თქმა უნდა, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, ხო, ადამიანს, რომელსაც შეუქმნეს სიტუაცია, როდესაც მოუწია გამხდარიყო ცოტა გონებაზე დამოკიდებული და არა ემოციებზე დამოკიდებული პიროვნება, ხო? ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად გასცემს ენერგიას, ნახეთ, აი ზუსტადაც შეიძლება იმიტომაც ხართ ახლა გაცემული, რომ თქვენ იმაზე მეტი გაქვთ შეიძლება გაცემული ენერგიები, ვიდრე უნდა გაკეთოთ, ხო? მოდით ესე ვიტყოდი, ადამიანს, რომელიც ეხა ამ გაშლას უსმენს,
ძალიან კარგად შეუძლია მიტევება. თუმცა ნახეთ, მიტევება არ ნიშნავს იმას, რომ მე შემიძლია გავაგრძელო ამ ადამიანთან ან ამ ადამიანებთან ან რაღაცა იმ სიტუაციაში ყოფნა და თავი დავხარო. ხდებით, ან ნახეთ, მივიღებ, მივუტევებ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა თუ არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა იყოს, რაღაცა დისტანცირებული ხდება, ხო? უკვე იმ ემოციებით, იმ ენერგიებით აღარ ვარ. შეიძლება კი ბატონო დასჭირდეს თქვენი დახმარება და დაეხმაროთ, მაგრამ თქვენ აღარ ენდობით, ხო? თქვენ ცოტა უფრო ისეთი მომენტი გაქვთ. საკმაოდ კმაყოფილი ხართ, მე ვერ ვიტყოდი, რომ არ ხართ კმაყოფილი საკუთარი განვითარების და საკუთარი თავის. როგორც ასეთი, როგორც პიროვნებად, იმდენად კარგად ჩამოყალიბდით, რომ თქვენ ფასი ისწავლეთ. ნახეთ, ზუსტადაც იმიტომ ხართ, რომ მიტევება, იმიტომაც შეგიძლიათ მარტივად, რომ მიუტევოთ, მაგრამ გააგრძელოთ თქვენი გზა, იმიტომ რომ თქვენ ზუსტად იცით თქვენი თავის ფასი. თქვენ არ გეშლებათ ის მომენტი, რომ თქვენ სწორად ხედავთ, ხდებით? ახლა კიდევ ერთხელ გეტყვით იმასაც, რომ ნახეთ, თუ თქვენ ხართ დამნაშავე, თქვენ ბოდიშს მოიხდით. ანუ აქ პრობლემა არ არის იმაში, რომ მე მაინდა-მაინც ვიცი ჩემი თავის ფასი და მე რაღაცა ბოდიშს არასოდეს არ მოვიხდი. არა, ბოდიშსაც მოიხდით თუ, რა თქმა უნდა, თქვენ ხართ ამ ყველაფერში დამნაშავე, ან უბრალოდ რაღაცა თქვენ მოგივიდათ, ვერ გაიგეთ კარგად, ხო? ანუ არის ეგეთი მომენტიც. თან რა არის, იცით, ნახეთ, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ანუ უმადური ადამიანი არ ხართ. და სამყაროსთან მე ესე ვიტყოდი, რომ ძალიან მადლიერიც ხართ, იმითი, რასაც გაძლევთ სამყარო. ხდებით, აი მინიმალურად შეგიძლიათ მიიღოთ სიამოვნება, ურთიერთობა, აი მინიმალური გჭირდებათ იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერი. ვინ ხართ თქვენ? ადამიანი, რომლის სიტყვასაც ძალიან დიდი ძალა აქვს. შეიძლება ითქვას ესეც. ერთის მხრივ შეიძლება იყოს აქ რაღაცა მომენტში ჩემი კოლეგებიც, მაგრამ თუ კოლეგები არ არიან, გეტყვით, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც გულწრფელად ნახეთ, როდესაც თქვენ უტევებთ მაგ შემთხვევაში ყოველთვის ბალანსი დგება. საკმარისია თქვენ მიუტევოთ და ადამიანმა, რომელმაც გაწყენინათ, თქვენ დაუნებურად უბრუნდება ის წყინები, რომელიც თქვენს მიმართ გამოამჟღავნა. ნახეთ, როგორი მომენტი არის. მე არ ვიტყვი იმას, რომ თქვენ ვიღაცას ცუდს უსურვებთ. არა, არ ხართ ეს ადამიანი ნამდვილად, მაგრამ ნახეთ, როგორი მომენტია. საკმარისია, რომ თქვენ იყოთ დაზარალებული, სამყარო პასუხს თქვენს მაგივრად სცემს. თან განსაკუთრებით მაშინ, ბევრად უფრო სწრაფად, ბევრად უფრო აქტიურად, ბევრად უფრო მალე, ვიდრე ისე შეიძლება მოხდეს. იმიტომ რომ იმდენად სუფთად ცდილობთ ცხოვრებას და იმდენად ბევრი გაქვთ ჩადებული იმ ესე ვთქვათ, თქვენს მორალურ საფუძვლებში, რომ ძალიან რთულია თქვენარი ადამიანს სამყარო არ დაუდგეს გვერდით და რა თქმა უნდა პასუხი არ გასცეს ყველა იმ ადამიანს, ვინც რაღაცა პრობლემა შექმნის. პლუს მაგას გაქვთ ძალიან კარგი ინტუიციის მდგომარეობა. ანუ ინტუიცია, რომელიც გეუბნებათ. ნახეთ, შესაძლებელია თუნდაც იმ კუთხეს თუ უბრუნდებით, რომ რამე ხო არ არის ისეთი დაშავებული წინაპრების მდგომარეობაში, ალბათ, ნახეთ, ალბათ მაშინ ესე ვიტყოდი, რომ თქვენ მოგეცათ ამის ნიშანი და შეიძლება ფიქრობდეთ მაგიტომაც ან სიზმრის მდგომარეობა იყო, ან უბრალოდ ციკლურად ერთი და იგივე ფორმატის, ერთი და იგივე სიუჟეტი ხდება თქვენს ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში, ნახეთ, სამყარო განიშნებთ კიდევაც, ანუ თქვენს ინტუიციურ
ნიჭს აძლევს საშუალებას, რომ დასაფიქრებელი მოგცეთ, რომ თქვენ დაფიქრდეთ და ნახეთ გამოასწოროთ, ისწავლოთ, შეცვალოთ, იმიტომ რომ ნახეთ თქვენ კიდევ ერთხელ გონებთ, თქვენ გააქვთ იმის საშუალება, რომ ცვლილებები ძალიან კარგად განახორციელოთ, ესე რომ ვთქვათ. კარგით, ნახოთ აბა, რისი გაფრთხილება უნდა სამყაროს კი არა და თქვენს წინაპრებს თქვენთვის. რისი თქმა სურს უпростоრად თქვენს წინაპრებს. პირველ რიგში თქვენს წინაპრებს სურს იმის თქმა, რომ თქვენ გააქვთ საშუალება, რომ შეძლოთ ახალი ეტაპი გაიაროთ ცხოვრების, რომ გაძლევენ გზას და მოგცემენ, ნახეთ, ზუსტად ის მომენტი, როდესაც თქვენ გადაფასებას აკეთებთ რაღაცების და თქვენი ინტუიცია გაძლევთ მინიშნებებს, ანუ ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც თქვენი წინაპრები გაძლევენ იმის შანსს, რომ თუ არის რამე ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხელისშემშლელი ფაქტორია, თქვენ გამოერკვიოთ, გაანალიზოთ, ჩაიხედოთ, ისწავლოთ, შეისწავლოთ, ესე რომ ვთქვათ, და დაიწყოთ მოქმედება, ესე ვიტყოდი. გაძლევენ შანსს და გიხსნიან გზებს, რომ თქვენ შეძლოთ სწორი მიმართულებით სიარული. რისი თქმა უნდა, ის რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მათ ნახეთ შეიძლება ითქვას, რომ უნდა გააგრძელოს ის საგვარეულო ხაზი, რომელიც არის, აქ არ არის მნიშვნელობა, არ აქვს ის მნიშვნელობა იმას, რომ თქვათ მამაკაცია თუ ქალბატონი. ნახეთ როგორი მომენტი არის. შეიძლება ქალბატონსაც დაეკისროს გენის და ესე ვთქვათ საგვარეულოს გაგრძელება, ხვდებით? ნახეთ რა მომენტი ხა ყოველთვის ხო არ არის, როდესაც ბიჭი ყავთ, ხო? ანუ არის ის მომენტი, როდესაც გოგოები ყავთ, ხო? 2 გოგო ყავთ, 3 გოგო ყავთ, 1 გოგო ყავთ. ყოველ შემთხვევაში და გეუბნებიან თქვენი წინაპრები, რომ ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით. ანუ მინიშნებებს, რომელსაც გაძლევთ ეს და შენ ამას ხედავ, ეს არის ჩვენი დამსახურება. შენ უნდა გაუფრთხილდე სახლს, შენ უნდა გაუფრთხილდე ოჯახს, შენ უნდა შეძლო სწორი მიმართულებით გაზარდო დადებითი ასპექტები, ხო? აი ესე რომ ვთქვათ. აქ პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებიან სამყარო, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელმაც უნდა გამოიხსნათ თუ კი რამე პრობლემური სიტუაცია არის საგვარეულოს კუთხითაც. იმიტომ რომ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც გენდობით, რომელსაც ვაძლევთ შანსს, სამწუხაროდ ესეთი მომენტია, რომ როდესაც არის საგვარეულოს რაღაცა პრობლემები, ძალიან რთულია ხომ ესე მარტივად არ გამოდის ყველაფერი, მაგრამ ნახეთ, აქ გეუბნებიან თქვენი საგვარეულო, რომ კი, აქ არის რთული სიტუაცია, აქ არის რაღაცა ესეთი პრობლემური მდგომარეობა, მოდით ესე გეტყვით, მაგრამ ჩვენ გაძლევთ, რომ კარგად გადახედო ყველაფერს და გამოხსნა მოახერხო ამ ყველაფრიდან. მეორე ოჯახის არკანი, ანუ ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობა, ჩვენ დაგეხმარებით ყველანაირად იმაში, რომ დაიცვა ბალანსი, იმაში, რომ რაღაცნაირად მოახერხო და გადაწყვეტილება მიიღო, როგორ და რანაირად უნდა დაასრულო ეს მდგომარეობა. ჩვენ თავარია აქ სწორი არჩევანი გააკეთო და ეს სწორი არჩევანი არის შენი ზუსტად შენი სიყვარული, ზუსტად შენი მიმტევებლობა, ესე რომ ვთქვათ, ხვდებით, აი საგვარეულოს გეუბნებათ იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ და ძალა გაქვთ იმის, რომ დაასრულოთ ყველაფერი, ის სირთულეები, თუ აქ პირადი ურთიერთობის პრობლემები გიდგათ, მოდით ესე გეტყვით, რომ აქ შეიძლება ითქვას, რომ იყოს რაღაცა განსაკუთრებით მამის ხაზით პრობლემური მდგომარეობა დაოჯახებასთან, ოჯახურ სიტუაციებთან მიმართებაში, მაგრამ ნახეთ, ზუსტად აი ეს მომენტი არის აქ, რომ თქვენი წინაპრები ზუსტად იმ მინიშნებებით, რომელსაც გაძლევენ,
თან პლუს მაგას გეხმარებიან. ეს არის მათი დახმარება. ნახეთ, როგორი მომენტია, ყველას არ შეუულია, ხო? ხა ეს წასულები არიან შესაბამისად ფიზიკურად ვერ შეძლებენ თქვენს დახმარებას, მაგრამ ესენი გეუბნებიან, რომ ჩვენ ზუსტად იმ მინიშნებებს გაძლევთ, რომ შენ გადახარშო, გადააფასო, დაალაგო და როგორ უნდა გამოიხსნა, როგორ უნდა მოხსნა ეს პრობლემური მდგომარეობა ამის მიმართულებას გაძლევთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ დაგიბალანსოთ სიტუაცია, მთავარი აქ შენი სწორი არჩევანი და ეს არჩევანი უნდა იყოს შენი გულიდან წამოსული არჩევანი და არა ვთქვათ რაღაცა ესეთი ჰაერზე მოსული მდგომარეობა. კი, რთულია, კი, ძნელია, მაგრამ შენ ამის ძალას მოგცემთ. განსაკუთრებით კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ თუ მამის ხაზზე გაქვთ პრობლემა, თუ კი არა და მამის ხაზზე გაქვთ პრობლემა და მამის წინაპრები უფრო არიან, ესე გეტყოდით, კი, აქ არის რთულე, იმიტომ რომ როგორც ჩანს, აქ ადამიანმა ვერ მიიღო სწორი გადაწყვეტილება თავის დროზე და თავისი ნახეთ, გეუბნებიან იმას, რომ ემოციებს მიყევი და შენ შინაგან ხმას მიყევი, როგორც ჩანს, აქ ადამიანმა ვერ გაუძლო და ვერ მიჰყვა თავის შინაგან ხმას, რაღაცა სირთულეებიდან გამომდინარე, მან შეიძლება გააჩერა სიტუაცია, რაღაც ურთიერთობა დაასრულა, ყოველ შემთხვევაში აქ როგორი მომენტია, იცით, წინაპრები გეუბნებიან იმას, რომ შესაძლებელია ითქვას, რომ აქ ეგოისტურადაც მოიქცა ვიღაცა და გეუბნებიან იმას, რომ მოდი გამოიხსენი ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ ჩვენ გაძლევთ ამის საშუალებას. მოვიდა დრო, შეიძლება ითქვას, რომ შენ გამოხვიდი ამ სიტუაციიდან, მოგეცეს შანსი, მოგეცეს აქ უფრო მოდით ესე გეტყვით, აქ უფრო პირად ურთიერთობებთან მიმართებაში პრობლემები ჩანს, ისე რომ თუ აქ ვინმე ფინანსური კუთხით უყურებს, გეტყვით, რომ აქ ფინანსურზე არ არის, აქ არის პირდაპირ ემოციურ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში რაღაც პრობლემა საგვარეულო კუთხით, რომელიც უნდა რომ გამოსწორდეს თქვენს საგვარეულოს, ესე ვთქვათ. უნდა რომ გაგეხსნათ გზა, უნდა რომ თქვენი ოჯახი შენარჩუნდეს, ხო? აქ თუ არის რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია, შეიძლება იყოს რაღაცა მომენტში კონფლიქტური სიტუაციები ქონებასთან დაკავშირებით, მაგრამ აი აქ როგორი მომენტია, იცით, უფრო მეტად არის პრობლემა ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აქ მამის ხაზზე არის პრობლემა, მაგრამ პრობლემასთან ერთად გეძლევათ გასაღები, გეძლევათ მინიშნებები, გეძლევათ რაღაცა, ესე ვთქვათ, სიზმრების სახითაც შესაძლებელია, რომ თქვენ უნდა დაასრულოთ. ნახეთ, მოვიდა დრო, რომ დაასრულოთ ეს ყოველივე, რაც გიშლით ხელს სულიერ ემოციურ ურთიერთობებთან მიმართებაში სწორ მიმართულებას, ხო? აი აქ ამის თქმა უნდათ თქვენს წინაპრებს. კიდევ ის თქმა გსურთ. რომ დასრულდება ყველაფერი, აქ ყველაფერი დალაგდება კარგად, ყველაფერი იქნება იდეალურად, მოდით ეს მართლა იდეალურად, იმიტომ რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც მოვა ემოციები, როდესაც მოვა განახლება, როდესაც თქვენ იქნებით ბედნიერები, დასრულდება, დასასრულია ყველაფერს, თქვენ შეძლებთ ამ ბრძოლის მოგებას, ესე ვთქვათ, ეს არ იქნება მარტივი ბრძოლა შეიძლება ითქვას, მაგრამ თქვენ შეძლებთ, რომ ამ სიტუაციიდან საბოლოო ჯამში გამოხვიდეთ, უბრალოდ დააკვირდით, უბრალოდ მინიშნებებს, რომელსაც გაძლევენ, ნახეთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. აქ ესე ვიტყოდი, რომ ადამიანი, რომელიც უყურებს ამ გაშლას და რომლისთვისაც ეს გაშლა რეზონირდება, გეტყვით იმას, რომ გაძლევენ ყველანაირ მინიშნებას გაძლევენ. შესაძლებელია ითქვას, რომ სიზმარი, ციფრები, ისეთი ადამიანების მოსვლა თქვენთან, რომ ამას რაღა უნდა და ან სიტუაციურად რაღაცა დეჟავუს მომენტები, აქ ბევრ რაღაცას გაძლევენ წინაპრები და გეუბნებიან, რომ დრო მოვიდა, რომ ეს ყველაფერი გამოხსნათ, გამოანთავისუფლოთ
და თქვენი ცხოვრების გზა გაინთავისუფლოთ. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი დანაშაულია თუ ჩვენი რაღაცა შეცდომა წავიღოთ ჩვენ, ხო? ანუ ეს მომენტი არის. ნუ ეხა ეს საჯარო გაშლა და სამწუხაროდ ზუსტად მიმართულებას ვერ გეტყვით, როგორ შეიძლება რომ გამოასწოროთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, პირად დიაგნოსტიკაზე უფრო მარტივია, ხა ამდენ ადამიანში ფიზიკურად ვერ შევძლებ, რომ ზუსტი მიმართულება გითხრათ, როგორ უნდა გამოასწოროთ ეს ყოველივე. მაგრამ შანსი ნამდვილად გაქვთ. აქ თქვენი წინაპრები მაქსიმალურად გიხსნიან გზებს, მაქსიმალურად გაძლევენ შანსს. გადახედეთ, ნახეთ, იმედია რაღაცა ინფორმაცია მაინც მიიღეთ. მე გისურვებთ ბედნიერება თითოეულ თქვენთაგანს და წარმატებას. იმედი მაქვს, რომ ვიღაცისთვის იქნება რაღაც ესეთი კარგი საჭირო ინფორმაცია და შეძლებს რომ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან და მისი ცხოვრება დაალაგდეს სწორი მიმართულებით. ბედნიერება თითოეულ თქვენთაგანს დროებით.